გურჯაანში საქართველოს მოქანდაკეთა ეროვნულ სიმპოზიუმს სამი ახალი ნამუშევარი შეემატა. ცნობილი მოქანდაკის ირაკლი ყეინოშვილის განმარტებით სამივე მათგანის ავტორი სიმპოზიუმის დამაარსებელი ცნობილი მოქანდაკე და მეცენატე ზაურ ჯოხაძეა, რომელმაც ამჯერად სახელოვანი ქართველი მამულიშვილების ეროვნული ფოლკლორის გამორჩეული მოღვაწის ჰამლეტ გონაშვილისა და მე-20 საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენის ლევან თედიაშვილის ქანდაკება შექმნა. ეს ქანდაკებები უახლოეს დღეებში სიღნაღისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებს საჩუქრად გადაეცემათ. გურჯაანში ევდოშვილის ქუჩა 17-ში სიმპოზიუმის დათვალიერება ყოველდღე დილის 10-დან საღამოს 6 საათამდეა შესაძლებელი. უფრო მეტწილად ქველმოქმედებას ემსახურება ეს ჩვენი ქანდაკებები. შეუძლია ნებისმიერ მობრძანდეს დაათვალიეროს ნახოს თოვლი ქანდაკებას თავისი აზრი აქვს და თავისი ხელოვნება და სიყვარული აქვს ჩადებული შემოკარგო. ზაური ჯოხაძე ძალიან დიდი სიყვარული და დიდი ის ჩადო არა მარტო ქანდაკებებში, თვითონ ჩვენს კოლექტივშიაც და თვითონ ჩვენ ლამაზ გუნდში, რომელიც ერთად ჩამოვაყალიბეთ ეს ყველაფერი დიდი ხანი. ჩვენ მოვდივართ სამების ეკლესიიდან დავიწყეთ ეს ყველაფერი და ამ პერიოდში, ამ 23 წლის მანძილზე ძალიან ბევრი რამე შეიქმნა ისეთი, რომელიც ბევრ ქალაქს ამშვენებს. გააკეთა მრავალგზის ჩემპიონი ლევან თედიაშვილი, რომელმაც მართლა საქართველოს რო გამოიყვანა იმ ასპარეზზე იმ დროს და შეიქმნა კიდე საქართველოს და მთელი კახეთის ბულბულის ჰამლეტ გონაშვილის ქანდაკება.